გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლის ფონზე უთანხმოება კიდევ უფრო მძაფრდება ორი ოპოზიციური პარტიის არჩევანის გარშემო. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო ლელოსა და გიორგი გახარიას პარტიის მისამართით მწვავე კრიტიკა არ წყდება. თავის მხრივ არჩევნების ბოიკოტის მომხრე პოლიტიკურ ძალებს სამოქმედო გეგმის არარსებობაზე მიუთითებს ყოფილი პრემიერის გუნდი. ექს-პრემიერის პარტიის მსგავსად პოზიციის შეცვლას არაპირებს ლელოც, რომელიც დარწმუნებულია, რომ მერებისა და საკრებულობის არჩევნებში ჩართვით ხელისუფლებას ძალაუფლების კონცენტრაციის და პოლიტიკური აქტორების მარგინალიზაციის გეგმას უშლიან. Არგუმენტები კატეგორიულად მიუღებელია დანარჩენი ოპოზიციისთვის, რომლისთვისაც ხელისუფლების ცვლილების და ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევის გზა მისი ლეგიტიმაციის არაღიარებაზე და ბოიკოტზე გადის. გაყოფილი პოზიციებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების არაღიარების ფონზე ცესკოში 7 პოლიტიკური ძალის განაცხადი გაიგზავნა. 7-ვე სუბიექტი საარჩევნო ნომრების შენარჩუნებას ითხოვს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა თუ არჩევნების ბოიკოტი, რომელია ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა. ეს საკითხი ბარიერ გადალახულ 4 ოპოზიციურ პარტიაში აქტუალობას დღემდე არ კარგავს და კვლავ შიდედაპირისპირების მიზეზია. ამ დროისთვის ოპოზიციიდან საარჩევნო მარათონში გირჩი და ბარიერ გადალახული 4 პარტიიდან მხოლოდ გახარია საქართველოსთვის და ლელო ერთვებიან. დანარჩენი ოპოზიცია კი 4 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. თუმცა წინასწარ გაცხადებული ბოიკოტის ფონზე კოალიცია ცვლილებებისთვის და ნაციონალური მოძრაობა იმ 7 პარტიას შორისაა, რომლებმაც ცესკოს საარჩევნო ნომრის შენარჩუნების თხოვნით მიმართეს. პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც აქვთ 2024 წელს მათთვის განსაზღვრული რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლება, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის უნდა მოემართათ არაუგვიანეს 17 ივლისისა. სულ ამგვარი უფლებამოსილება გააჩნდა 7 პოლიტიკურ გაერთიანებას და 7-ვე შემთხვევაში შესაბამისი განცხადებები წარმოდგენილია ცესკოში. განცხადებით მომართვა ცესკოსთვის არ ნიშნავს იმას, რომ რიგითი ნომერი ნარჩუნდება და ის ასევე დამოკიდებულია არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა მეორეს მხრივ რიგითი ნომერი გათამაშდება თუ არა, თავის მხრივ დამოკიდებულია იმ პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე, რომლებსაც რიგითი ნომერი წილისყრით უნდა მიენიჭოთ. ბარიერ გადალახულ 4 ოპოზიციურ პარტიას შორის გზები 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე განსხვავებული პოზიციების გამო გაიყო. შიდედაპირისპირების და ურთიერთბრალდებების მორიგი ტალღა კი ხაზარაძისა და გახარიას პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაიწყო. ნაციონალური მოძრაობისთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა წითელი ხაზია, რომელიც მათი თქმით გახარია ხაზარაძის ალიანსმა უკვე გადაკვეთა, რასაც ლელო და გახარია საქართველოსთვის არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ არჩევანი პასიური ბოიკოტის ნაცვლად აქტიურ ბრძოლაზე გააკეთეს. არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე დამატებით განმარტებებს ციხიდან აკეთებს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნებისთვის იდეალური სცენარი ოპოზიციის ბოიკოტი და არჩევნების კომფორტულად ჩატარება იყო, რისი საშუალებაც მმართველ გუნდს არ მისცეს. რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ, ეს არ არის საარჩევნო რეგისტრაცია, ეს არის ნომრის საკითხი და 5 ნომერი არამხოლოდ საარჩევნო ნომერია, არამედ ჩვენი პოლიტიკური იდენტობის ნაწილია და რა თქმა უნდა, როდესაც ქართველი ხალხი დაამარცხებს რუსულ რეჟიმს, ჩვენ მივიღებთ სწორედ ამ ნომრით მონაწილეობას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენთვის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის წითელი ხაზი. ეს ძალები არიან პოლიტიკურად გარდაცვლილები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ერთიანობა, ბოიკოტი და წინააღმდეგობა. ახალი ტალღა, რომელიც წალეკავს ივანიშვილის რეჟიმს. მიუხედავად იმისა, რომ მათი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არის ჩვენთვის ცოტა ბუნდოვანი, ჩვენ ვერ ვიქნებით ოპოზიცია. მიგვაჩნია, რომ ბოიკოტი არის პასიური მდგომარეობა და ჩვენ გვინდა აქტიური ბრძოლა. შევდივართ გააზრებულად ამ ბრძოლაში და მიგვაჩნია, რომ უნდა დავდოთ აუცილებლად გამარჯვების ფორმულა. გამარჯვების ფორმულა ჩვენთვის არის ბრძოლა. დღესდღეობით ყველაზე მეტად ემთხვევა ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის პოზიციები ერთმანეთს. ბოიკოტი დღესდღეობით დიახაც ყველაზე მეტად ეხმარება ქართულ ოცნებას. ახლა სამუშაო რეჟიმი არის, ჩვენ საუბრობთ კანდიდატებზე, საუბრობთ რაღაც სახის დათქმებზე, კრიტერიუმებზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ ეს კანდიდატები იმისთვის, რომ ღირსეული და ყველასთვის მისაღები კანდიდატები იყვნენ შერჩეულები.
ოპოზიციის ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს მართველი გუნდი და აქცენტს ბოიკოტში მყოფი პარტიების მიერ საარჩევნო ნომრის შენარჩუნებაზე აკეთებს. როგორც ქართულ ოცნებაში, ისე ხალხის ძალაში არ გამორიცხავენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბარიერ გადალახულმა 4 ოპოზიციურმა პარტიამ პოზიციები კიდევ ერთხელ შეცვალოს, რადგან მათი თქმით ოპოზიციის რადიკალური ფრთა დირექტივებს ამ დრომდე უცხოეთიდან იღებს. ის ფორმულა, რომ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში დამარცხდებიან, არ მიიღებენ პოლიტიკურად ნენელა გაქრებიან, არის ძალაში. რეგისტრაციის ბოლო დღემდე ჩვენ უნდა ველოდოთ იმას, რომ შესაძლოა რამდენიმე მათგანმა გადაწყვეტილება მიიღოს. იმიტომ რომ ერთი დღით ადრე ან ორი დღით ადრე დაურეკავენ უცხოეთიდან და ეთქვიან, ეხა ბიჭებო და გოგოებო, გავარდით და დარეგისტრირდით CSKO-ში. თუ არალეგიტიმურია სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის CSKO, სად გარბოდნენ და სად რეგისტრირდებოდნენ, რომ შეენარჩუნებინათ ნომერი. აი აქ გამოჩნდა მათი კუდი, რომელიც ძალიან დიდია და ვერ მალავენ. ეს რადიკალები რა უპრინციპოები არიან მორიგჯერზე და რა უთამოყვარეო ხალხთან გვაქვს საქმე. მიცუნცულდნენ CSKO-სთან და მანდ ნომერი შეგვინახეთო და განცხადება დაწერეთ. თუ არალეგიტიმურია CSKO, რა ნომრებს ითხოვთ? შენარჩუნებას. ემანდი მე შეიძლება ისე მოგიწევთ არჩევნებში ჩართვა? რა უნდა გააკეთოს? ხაზარაძემ და გახარიამ, ხო? ისედაც წყალწაღებულები იყვნენ და ეხა რა უნდა ქნას? მით უმეტეს, ხო? ამოცემლობის სადაც მათიანები წინ ხარ სარჯა არაფერი. დაკვეთა აქვთ მიღებული მათი პატრონებისგან, რომ აქ ქაოსი და არეულობა ისევ. მეორე ნაწილი, რომელიც შარეცხილები არიან და რომელთგანაც არანაირი შედეგი არ მიიღო მათმა პატრონებმა, გვერდზე გაწიეს და ესენი ეხა ეჭვიანობენ დანარჩენებზე. მათ არავინ არაფერს არ ეკითხება, როგორც იქნება დავალება, ისე გააკეთებენ. ეხლა მიღებულია დავალება, რომ როგორმე გარიცხონ ლელოელი და გახარიელი ნაცები და თამამეთი ნაცობა ჩამოაშორონ, მაგრამ რანაირად შეძლებენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, იმიტომ რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ შეუძლებელია ნაცმა დაკარგოს თავისი ნაცნობა და როგორმე თავის სამშობლოზე დაიწყოს რომ ეს რომ წარმოუდგენელია, ზუსტადაც აისახება უკვე არაერთ არჩევნებში და ამიტომ მარცხდებიან ისინი ქართულ ხალხთან ბრძოლაში. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის ვადა 4 აგვისტოს სრულდება და სწორედ ამ დღეს გაირკვევა, რამდენი და რომელი პოლიტიკური პარტიები ჩაერთვებიან საარჩევნო მარათონში.